დავდივარ ქალაქში ყინვაძრაოს შენობებს. პირველი თაული მაქვს მოკუმულ მუჭაში. გზის პირას ჩერდები, დაბლავწევ ლენონებს, ვამჩნევ ლამაზი გოგო დგას ქუჩაში. მაღალი, ტანსაცმელს ატარებს კლასიკურს. ყოველწელს დეკოლტის სწორებას არ იშლის. ემჩნევა ვარდისფერს ატარებს მანიკიურს, გავაზე ეტყობა სიმწიფე ქალიშვილს. ტუჩები ისეთი როგორცაც ვაღმერთი. უკვე მის კოცნაზე მაწუხებს ფიქრები, ტაქსიო იყურებს გოგონა და ერთობ, წამსა და წამშია სასტიკად ვიბნები. ყურებში 1000 ხმა ერთად მომესმა. მე მგონი აშკარად ჭკუიდან ვირყევი. თითები დაშტნი დვაჩერე ბოპერს და ვიძახი, ვერცხლისფერ მერსედესს მიყევი. კერძზე და ტუჩებზე იმდენი ვიფიქრე, რომ ამ დროს მახლობელ კაფესთან გამოჩნდა. ვიხსენებ გოგოს და ენაზე ვიკბინე. ყველაზე მთავარი, თვალები გამორჩა. შევდივარ კაფეში. საათი 10-ია. უსმენ კუთხეში გიტარის აკორდებს, მე კიდე ამ ქვეყნად მხოლოდ ის მწადია, რომ მიდიოდეს მე ჩემს კლავზე გაგორდეს. მარტოზის უკვეთავს ძვირიან კოქტეილს, მე გავარკვევლობა დავისხი პირამდე, რადგანაც არ ვიცი თუ კი რა მომელის, რომ ავდგე ამასთან უეცრად მივიდე. იქნა და სადღაც შორს ვისროლე სიმორცხე. გარშემო ჩემს ნაცვლად გაწითლდა ოთახი. მივხვდი თუ რა იყო ნამდვილი სიცოცხლე და მე 1000 მარაზმი მოთხარი. დავჯექით პირისპირ, თვალები მაგიჟებს. ხვდები რომ ბოჭავს და ხვდები რომ ის არის მის დაამსგავს ეს გულის საგიჟეს და უკვე გამიხდა ცხოვრების მიზანი. ვიხსენებ რემბრანდს და ვიხსენებ დავინჩის. მათ მოხვა შექსპირი, შანდორე პეტეფი. თეთრზე ეტყობა სიმწიფე ქალიშვილს დავამჩნევ საბრალო კანში ვერ ვეტევი. 12 რომ გახდა მიყავი სახლამდე. კოცნისთვის ზად ხონდა ყელი და ლავიწი და მისგან შეშლილი კოცნით დაღლამდე სანამ მის ოთახთან ნებით არ დავიწვი. ნუ გამებრაზდებით როული შორიდან და ნუ გარც იმაზე, რითმებს რომ არ წერდი. ქუჩაში ვიდექი პირველი თაულით და გვერდით გარ გოგოზე ოცნებას არ წვევ.